გამარჯობა რუსო, გამარჯობა ეკა. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი. დღეს ვისაუბროთ ჩვენ ჯანმრთელობაზე. დავიწყოთ ესე იგი პირველი ეპიზოდით, რომელიც ეხება ჯანმრთელობას და ზოგადად განმარტებას, იმიტომ რომ თუ არ ვიცით რას ნიშნავს ჯანმრთელობა, ძალიან რთულია ამაზე დააშენომერებ მთელი რიგი ცოდნა და ინფორმაცია და ახსნა რა არასთან არის კავშირში. ამიტომაც, რადგან არსებობს ბევრი ტერმინების განმარტების ვერსიები, ვისაუბროთ, ანუ თითოეული წყარო გავშიფროთ, რას ვითანხმებით, რას არ ვითანხმებით, ხო? ყველაზე გავრცელებული განმარტება ჯანმრთელობის ეკუთვნის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც 1948 წელს მიიღეს და იმის შემდეგ დღემდე, ასე ვთქვათ, რეფერენსად, ანუ წყაროდ იყენებენ, იშველიებენ, სადაც არის ნახსენები, რომ ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური, შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა, ანუ მდგომარეობა. ასე ვთქვათ, და არა მარტო დაავადებების არარსებობა. ეს არის ჯანმოს უნივერსალური განმარტება. რამდენად მოგხსოვთ ეს განმარტება? პირველი შენთვის. ან დაიწყე. იცი რა არის, ალბათ ცოტა განსახლებელია, იმიტომ რომ ფიზიკური, მენტალური და სოციალურიში რაღაცები აკლია კიდე ეს სამი ფაქტორი არ განაპირობებს მდგომარეობას. შეიძლება ვეთანხმები ამ განმარტების მიხედვით, მე ვთვლი, რომ დღეს დედამიწაზე არ ვიცი რამდენი პროცენტი არის ჯანმრთელი. ამ განმარტებით ალბათ 0.003. ნუ სრულყოფილად ჯანმრთელი რამდენად შეიძლება ითქვას ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანი არსებობს, რომ რაღაც პრობლემა არ ქონდეს, ხო? რაღაცა პრობლემა ექნება აუცილებლად. ნუ არ ვიცი, თუ არსებობს ესეთი ადამიანი კიდე, ალბათ ჯობია რომ საზოგადოებრივ ცნობადი იყოს, იმიტომ რომ რაღაც ეტალონივით იქნება და რაღაც მიაგნო რაღაც ფორმულას, რომელიც ჩვენ გამოგვადგება საერთოდ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ მოძველებულია ეს განმარტება, მიუხედავად იმისა, რომ 1958 წლის მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თამით უმეტეს კლიმატის კუთხითაც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ადამიანის ქცევები შეიცვალა საერთოდ, ტექნიკა განვითარდა, ძალიან ასე ვთქვათ, მოსახლეობა გაიზარდა საერთოდ პლანეტის და სხვათა შორის პლანეტიდანაც კი შორს წავედით, ბევრი რაღაცა გამოვიკვლიეთ. შეიძლება რაღაცა დასწრებების კუთხითაც იყოს რამე და არ ვიცით ეს ამბავი, ამიტომ საკვლევია ეს თემა. ნუ შეიძლება ცნობილი იყოს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ რაღაცა თითოეულ ადამიანამდე იყოს მისული ამ ყველაფერს. განმარტება ნამდვილად მოძველებული არის. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც შენ ჩამოთვალეს, აბა თუმცა იდეალისტური გადმოსახედიდან რო შევხედოთ, კარგი დასაწყისია, რომ შევაფასოთ რა არის ჯანმრთელობა და კარგად ვხედავთ ჩემი აზრით, რომ ჯანმრთელობა არ არის სტატიკური მოცემულობა, არამედ იცვლება დაბადებიდან სიკვდილამდე. არსებობა თუ არ არსებობა არ განსაზღვრავს ჯანმრთელობას. შეიძლება იყოს ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი, მენტალურადაც სრულიად ჯანმრთელი, ანუ არ ქონდეს კლინიკურად დიაგნოზირებადი მდგომარეობა, მაგრამ სოციალური კეთილდღეობა რო შემოდის ცალკე კიდე მაჩვენებლად, ან განმაპირობებელ ფაქტორად, ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. მაგალითად, კვლევებით ვხედავთ, რომ სოციალურად შეჭირვებული საზოგადოების ნაწილი ბევრად უფრო მოწყვლადია არაერთი ქრონიკული დაავადების მიმართ. ვიდრე უფრო მდიდარ შემოსავლიან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში თუ ზოგადად თუნდაც ქალაქის უბნებში მცხოვრები პოპულაცია, ვხედავთ, რომ უფრო მეტი აქვს შანსი, რომ უფრო კარგად იცხოვროს, არ ქონდეს დაავადებები და ასე შემდეგ. საინტერესო ფაქტი არის ასევე ისიც, რომ მარტოსული ადამიანები, ანუ მარტო ხელა, ან მარტოსული, არ ვიცი რომელი ტერმინია უფრო სწორი ქართულად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ისევე მცირდება, როგორც იმ წეველი ადამიანებისა, რომლებიც 15 ღერ სიგარეტს ეწევიან ყოველ დღე.
და საინტერესო ფაქტები ახსენე. კი, გეთანხმები და ყველაზე მთავარი რა არის, რომ ორი გამოწვევა არის. ერთი ის, რომ ჯანმრთელობა არ ნიშნავს დაბადებიდან რაღაცა მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მიყვება. შეიძლება მოზარდობაში ჯანმრთელი იყო და შემდეგ დასრულობაში არ იყო ჯანმრთელი და მე ისევ ჯანმრთელი გახდე. ანუ რაღაცა საზომიერთეულივით არ არის და მეორე არის, რომ თუ მეტი ასპექტები დავამატეთ, ხო, მეტი ფაქტორები თუ ჩამოთვალეთ, რომ ეს ნიშნავს ამას, მაშინ უფრო ვამცირებთ წრეს, ასე თქვათ. ამიტომაც მე თავშივე ცოტა ბევრი კითხვის ნიშანი მე ასე თქვათ, მე მიჩნდება, რომ ეს არის მდგომარეობა, თუ ეს არის რესურსი. იმიტომ რომ რაღაცა დოკუმენტებს რო ვეცნობოდი ამ თემასთან დაკავშირებით, იგივე ჯანოს ქონდა, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს და მოვიწიებ და მე დავлинკოთ ეს ვიდეოს დაბლა, სადაც ერთ-ერთ კონგრესზე თუ შეხვედრაზე აკეთებენ ციტირებას, რომ ხომ არ გადააკეთონ, ანუ შეიტანონ რაღაცა ცვლილება და თქვან, რომ ეს მდგომარეობა კი არ არის, არის რესურსი. ანუ მე ადამიანმა რო ვიცხოვრო, ჯანმრთელობა მჭირდება როგორც რესურსად. ისევე როგორც სხვა ბევრი რესურსი. ესე ძალიან საინტერესო ფაქტი იყო. კი, რატომაც არა, შეიძლება განვიხილოთ. ხო, უფრო ანუ რესურსი ნიშნავს, რომ გაქვს, არ გაქვს, შეგიძლია განივითარო, გააძლიერო, ან შენი ცხოვრებიდან გამომდინარე პირიქით შეაფრო. რესურსი შეიძლება შეზღუდულიც იყოს. ანუ ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული, რომ მე ჩემზე იყოს დამოკიდებული ეს ამ რესურსის არსებობა. აქ უკვე შემოდის ძალიან ბევრი ფაქტორი.